მხოლოდ კივილი, საშინელი სიღატაკე და ტანჯვა. ლომთაძეების ოჯახში სამი მძიმედ დაავადებული ბავშვი იზრდება. სამივეს დაზიანებული აქვს თავის ტვინი. ამაზე უფრო საშინელი საბრალო მშობლებისთვის რა უნდა იყოს? გოგონები დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებენ. ყველაფრის გაკეთება დედას უწევს. ის მათ აცმევს, აჭმევს, საკუთარი ხელით აბანავებს და კბილებს უხეხავს. უკვე 17 წელია ასე გრძელდება. უბედურება ის არის, რომ ინსულტის შემდეგ მათი მამა სრულიად უმწეოა და შვილებს ვერაფრით ეხმარება. პარალიზებული ჰქონდა მარჯვენა ხელი, მერე კი განგრენის გამო ფეხი მოკვეთეს. ოჯახი მხოლოდ შეშამო პირთა პენსიით ცხოვრობს. არც წამალი აქვთ და არც საკვები. მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია ამ საბრალო ადამიანებს ცხოვრება გავუმარტივოთ. უბრალოდ საშინელია მათი მდგომარეობა. ტარიელს მოსახერხებელი ეტრი ესაჭიროება. ძველი დანგრეული ეტრი მას ტკივილს აყენებს. ასევე ძალიან სჭირდებათ პამპერსი, ჰიგიენის საშუალებები, საკვები და მედიკამენტები. შეიბრალეთ საწყალი ალუნა. მას ხომ მძიმედ დაავადებულ შვილებსა და მეუღლეზე ზრუნვის ტვირთი დააწვა მხრებზე. მარტო ვერ უმკლავდება. ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდება. ღმერთმა უშველოს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.